კობახიძემ ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს ურსულა ფონ დერ ლაიენს და ასე შემდეგ რობერტა მეცოლას დანიაში მომიტინგეები რომ დაარბია პოლიციამ ეგ როგორ არისო ეს ევროკავშირის ფასეულობები საერთკენ მიექანებაო ანუ ამ ცოდოს სურს საკუთარი დანაშაული გადაფაროს იმით რომ კოპენჰაგენში მიტინგი დაარბიეს და გამოხატვის უფლება შერყნეს. მარტივად ახსნი კობახიძისთვის და სხვა გონება შეზღუდულებისათვის. კოპენჰაგენში, ლონდონში, პარიზშიც შეიძლება დაარბიონ მიტინგი, მაგრამ იქ ძალის გადამეტების შემთხვევებს სწავლობენ შესაბამისი უწყებები ძალიან მკაცრად. და არ უწევთ იმის მტკიცება, რომ ჩვენ ვერ ამოვიცანით პოლიციელებიო. იმიტომ რომ ყველა პოლიციელს აქვს ამოსაცნობი ნიშანი, ნომერი, რომელთაც ადვილად პოულობენ, მას თუ დაარღვია დანაშაული. ეს ერთი. მეორე, კოპენჰაგენში ხელკეტები რო ურტყეს მომიტინგეებს, ამას გაარკვევენ როგორმე იქ. მაგრამ შენ კობახიძე რა პასუხს აძლევ იმაზე, რომ უკვე დაკავებული ადამიანები დალეწეს და სისხლები ადინეს იმ დახურულ მარშრუტკებში. ეს როგორ არის გამოძიებული კობახიძე? აქამდე რატომ არ არის გამოძიებული? რატომ არ არის აქამდე დაკავებული ხარება, რომელიც პირდაპირ ეთერში წიხლებს ურტყამდა ხელბორკილ დადებულ ადამიანებს? ჩვენ ხო ვნახეთ ეს. რატომ არ არის დაკავებული მაგალითად ჟურნალისტ მაკა ჩიხრაძეზე თავდამსხმელი ტიტუშკა, რომელიც ვინაობად ცნობილია, ამოცნობილი არის. სასიკვდილოდ რომ გაწირეს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში. ეს ხო ვნახეთ ჩვენ, რატომ არ არის დაკავებული? და რატომ არ არის დაკავებული ასობით სამართალდამკვირვაზე სხვადასხვა პოლიციელი, რომლებიც ურტყამდნენ უმოწყალოდ და მიზანმიმართულად სახის ძვლებს, ამტვრევდნენ ბავშვებს, რომელიც არაფერი დაუშავებიათ იმის გარდა, რომ მიტინგზე იდგნენ. არავითარ დაპირისპირებაში არ შესულან, ჩვეულებრივად იდგნენ მიტინგზე. რატომ სცემდნენ ახალგაზრდებს ლამის ვაკის საცურაო აუგუსტთან, რომ დაძდებდნენ მათ. ეს პოლიციელი და ზონდელები არ გვახსოვს ეს ხო გვახსოვს? აბა მითხარი ახლა რომელი ევროპელია, დანიელი თუ ფრანგი პოლიციელი დაძდევს εμას, რა ქვია, მომიტინგეს კილომეტრების იქით და სახის ძვლებს მიზანმიმართულად კიდევ ერთხელ ვიმეორებ უნტრებს. ასე რომ კობახიძე შენ როგორც მაშინდელი პრემიერი და ახლანდელიც ხო? მოქვია ეს. ჰააგის ტრიბუნალის სკამზე დაჯდები. ისევე როგორც შენი ამ ფსონები, დამნაშავეები, რომლებმაც მიზანმიმართულად სახის ძვლები დაუნტურიეთ და პლუს ამას კიდევ ქიმიური იარაღის გამოყენების მომენტი არ დაგავიწყდეს. ქიმიური იარაღის გამოყენებას გედავება ლამის მთელი მსოფლიო. გვახსოვს BBC-ს გამოძიება და ევროკავშირის და ევროპარლამენტის განცხადებები. ასე რომ ვერ გაექცევი ამას. ვერ გაექცევი და ტყუილად უყოფ ყოველდღე ნენას ევროკავშირის ლიდერებს. თქვენ რომ კოპენჰაგენში დაარბიეთ მიტინგიო. გავრცელეთ ეს ვიდეო ბერმა ადამიანმა ნახოს და გაიგოს რა ხდება რეალურად ამ კოც პროპაგანდონობის შემხედვარე.